საუკუნეა საკუთარი თავის ძიების. ჩვენ ვართ განვითარებისკენ და ძიებისკენ მიდრეკილი სახეობა, რომელსაც მუდმივი ინტერესი და ცნობის მოყვარება ამოძრავებს. ალბათ სწორედ ამიტომ არის ევოლუცია ერთ-ერთი მუდმივი და შეუქცევადი პროცესი. ფიქრობ, რომ საუკუნე არის ძიების და ჩვენში ადამიანებში ეს ძიების მოთხოვნილება ისეთი დაუოკებელი არის, რომ გავიჭერით კოსმოსში, ვეძებთ პარალელურ სამყაროებს და თვითონ ამ რეალობაშიც ვირტუალურ რეალობებს ვეთამაშებით. რაღაცა მომენტში მგონია, რომ მთელ ამ ორ ტრიალში ადამიანი დაიკარგა, მერე მიხვდა, რომ საკუთარი თავი დაკარგა და მიხვდა, რომ ძიების განახლება არის საჭირო და განაახლა ძიება, ოღონდ არა გარეთ, არამედ უკვე შიგნით. მგონია, რომ საკუთარი თავის ძიებას არ აქვს დრო და ასაკი. ყველა ამბავი უნიკალურია, რადგან ყველა ადამიანი უნიკალურია და ვფიქრობ, რომ დიდწილად ეს ყველაფერი დამოკიდებული არის იმ ეგრეთ წოდებულ ჩამრთველზე, სტიმულზე, რომელსაც გარე სამყარო გაძლევს. მე მახსოვს, როგორ დაიწყო ჩემი ამბავი. ვიყავი 27 წლის, მქონდა პროფესია, ცხოვრობდი კონკრეტულ გარემოში, ვავითარებდი კონკრეტულ უნარებს, რაც იმ გარემოში ალბათ არსებობა გადარჩენისთვის მჭირდებოდა და ერთი შეხედვით თავი ძალიან შემდგარი ადამიანი მეგონა. მოხდა ისე, რომ გავიცანი ადამიანი, რომელმაც ერთხელაც ესე სეირნობის დროს დამისვა კითხვა, რა გინდა შენ? და დავიწყე ყველაფრის ჩამოთვლა, რაც არ მინდოდა. ვეუბნები, რომ არ მინდა ეს, არ მინდა ამ გარემოში, არ მინდა ის. ცოტა ხანი მისმინა და მე ეს კონტრშეკითხვა დამიბრუნა უკან. მეუბნება, რომ იცი რა არ გინდა არ მიკითხავს. რა გინდა ის გკითხეო და უცებ გავოგნდი. მიხვდი, რომ პასუხი არ მქონდა და ესეთი გაოგნებული მოკლედ წავედი სახლში. ის ღამე და კიდევ ძალიან ბევრი ღამე ძალიან ბრაზობდი საკუთარ თავზე, რომ ამ ერთ მარტივ კითხვას როგორ ვერ ვუპასუხე. თან იყო ის მომენტიც, რომ ეს ადამიანი ღირებული იყო, ჩემთვის მასთან რაღაც ემოციები მაკავშირებდა და მინდოდა, რომ მე ღირებული ვყოფილიყავი მისთვის და რაღაც ესეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს აი იმ გამოცდაზე ჩავიჭერი, სადაც გასვლის მეორე შანსს არ გაძლევენ. მოკლედ ეს იყო ჩემი ეგრეთ წოდებული ჩამრთველი სტიმული, რომელსაც ფონად რაღაც ერთგვარი სიყვარული თუ სიყვარულობა გასდევდა და ამ ადამიანმა მომცა მეორე შანსი, შემიყვარა, თუმცა მე ვეღარ შევიყვარე ჩემი თავი, ისეთი როგორიც ვიყავი მაშინ და მივხვდი, რომ მაშინ დაიწყო ჩემთვის საკუთარი თავის ძიების ეს გრძელი და უსასრულო პროცესი და დავიწყე კითხვების დასმა. ვინ ვარ? რა მინდა? ის რაც მინდა რატომ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი? რა არის ჩემთვის ღირებული? რა შემიძლია? რა რესურსები მაქვს? როგორ წარმომიდგენია ჩემი მომავალი და ზოგადად ჩემი როგორც პიროვნების მისია რა არის? ვფიქრობ, რომ ეს არის ის სწორი კითხვები, რომელმაც მე დამაწყებინა საკუთარი თავის ძიება და რომელსაც მიყავხარ აი სადღაც იმ წერტილამდე, სადაც შემოდის ერთგვარი ჰარმონია და ბალანსი საკუთარ თავთან, სადაც შენ მოგწონს შენატყოფნა, სადაც შენ სურვილებს ემეგობრები და უკვე იწყებ იმაზე ფიქრს, რომ არა საკუთარი თავისთვის, არამედ უკვე გარემოსთვის, რა შეგიძლია გააკეთო მნიშვნელოვანი და ღირებული. ვფიქრობ, რომ ეს არის ერთგვარი გაცნობიერების წერტილი, რომელსაც მე აუცილებლად მოყვება ქმედება და წინ გადადგმული ნაბიჯები. მოკლედ, მთელი ამ კითხვებზე პასუხის მოსაცემად ავდექი და წავედი მომავალში. აი, ერთი წამი დავხუჭე თვალებით და წარმოვიდგინე, რომ ვარ 90 წლის და გამოვიყურები ძალიან კარგად. ვარ ჯანმრთელი. ვარ ბედნიერი. არის ჩემი დაბადების დღე და ვარ ბედნიერი იმით, რომ ჩემი ცხოვრება შედგა. ზუსტად ისე ვიცხოვრე, როგორც მინდოდა რომ ეცხოვრა. ზუსტად ის გავაკეთე, რისი გაკეთებაც მინდოდა. არის ჩემი დაბადების დღე, მოდიან ადამიანები და მილოცავენ და ეს ადამიანები მეუბნებიან მადლობას. დავსვი კითხვა, აი რისთვის მეტყოდნენ მე ისინი მადლობას? და აქვე მეორე კითხვას დავუსვი ჩემ თავს, მე თვითონ აი 90 წლის ასაკში, სადაც ჩემი ცხოვრება უკვე შედგა და მე ვარ ბედნიერი. მე თვითონ საკუთარ თავს რისთვის ვეტყოდი მადლობას? მოკლედ მოხდა ისე, რომ ამ პირველ წარმოდგენაზე ვერც ვერაფერი ვერ დავინახე და იქ იყო აი სრული სიცარიელე, არანაირი არაფერი საერთოდ და ჩავარდი ერთგვარ უიმედო მდგომარეობაში, რომ ვაიმე რა ვქნა ახლა. და მახსოვს პირველი რაც გავაკეთე, ეს იყო ვაღიარე. აი ერთგვარი დეკლარირება გავაკეთე საკუთარ თავთან, რომ მე არ ვიცი ვინ ვარ, არ ვიცი რა მინდა და საერთოდ ჩემ ცხოვრებას რა უნდა ვუყო, არ ვიცი და აქვე შემოვიდა შიშები.
ზუსტად იმდენი შიში, რამდენი ჩემმა გონება მოიგონა და რაღაცა მომენტში ისიც მეგონა, რომ აი შიშები არის მონსტრები, რომელიც მე უნდა აღმოვაჩინო, მე შევებრძოლო, დავამარცხო და მივხვდი, რომ არანაირი მონსტრები არ არსებობს. და მთელ ამ შიშებს ვიგონებ მე თვითონ. აი ხო არის ის შიში, ალბათ გსმენიათ, სადღაც რომ არის ჩასაფრებული იხვი, რომელიც მანდამაი ჩვენ გითვალთვალებს, ხო? ამასობაში შემიყვარდა იხვის სტეიკი და გავხდი სერიოზული გეიმერი, სადაც დავსდევდი ამ მონსტრებს და ვკლავდი. ამასობაში მოხდა ისე, რომ აღარც საქმიანობა მქონდა, აღარც საყვარელი ადამიანი მყავდა და უნდა მეფიქრა რა უნდა მექნა ჩემი ცხოვრებისთვის და რა უნდა ყოფილიყო ჩემ ცხოვრებაში გარდა იხვებისა და მონსტრებისა, მოკლედ. მოკლედ ავდექი, გავყიდე ჩემი უძრავი მოძრავი ქონება და წავედი საზღვარგარეთ სასწავლებლად. სადაც მეგონა რომ აი ჩემი 90 წლის იუბილის კონტურებს მაინც დავინახავდი, თუმცა ესე არ მოხდა. და მე მოხვდი ადამიანთან, რომელმაც მასწავლა საკუთარი თავისთვის სწორი კითხვების დასმა და წამოსვლის წინა დღეს მთელ სამასკატში გამომარჩია და მე მომაძახა, რომ იმოქმედე, შენი დრო არის ეხლა. და უცებ დავიწყე დროზე ფიქრი, რომ მე ამ ყველაფერში რამდენი დრო დავკარგე. რამდენი დრო გავფლანგე და ვერც ვერაფერი ვერ შევქმენი. არ მქონდა არც სახლი, არც სამსახური, არც პროფესია, არაფერი საერთოდ და დაიწყო ეს საკუთარი თავის დადანაშაულება, რომ ვერც ვერაფერი ვერ გავაკეთე. და ეს ყველაფერი რაღაცა მომენტში გადავიდა ისეთ თვითგვემამდე, რომ რაღაცა მომენტში გამარჯვების ნაცვლად უკვე ბოდიშეპსაც ვიხდიდი და მივხვდი, რომ აქ არის საკუთარი თავის პატიება საჭირო და აი ზოგადად რა შეგრძნება ეს საკუთარი თავის დადანაშაულება. ჩემთვის ეს იყო აი სუფთა სხეულებრივი შეგრძნება, რომელიც სადღაც აი გულის ქვედა კუთხეში სახლობს და ყოველ ჯერზე, როცა გინდა რაღაც ახალი გააკეთო, ახალი ნაბიჯი გადადგა წინ, მიიღო გადაწყვეტილებები, ახალი ეტაპი დაიწყო, ან უბრალოდ ისიამოვნო ცხოვრებით, ამ გულის ქვედა კუთხიდან მაძლევდა იმპულსებს და მაჩერებდა. ვერც ნაბიჯებს ვდგამდი წინ, ვერც ცხოვრებით ვთქმებოდი და ვერც გადაწყვეტილებებს ვიღებდი და ამის მერე არის რა? არის ერთგვარი მოლოდინი, რომ ეხა ოდესმე თავისით ეს ყველაფერი გაივლის. თუმცა აქაც ვწდებოდი და მივხვდი, რომ საჭიროა საკუთარ თავს ვაპატიო, აი ყველა ის შეცდომები, რაც მქონდა ჩადენილი. ჩემი ყველა ჩავარდნილი პროექტი, ჩემი ყველა გაფუჭებული ურთიერთობა, მთელი ჩემი მინუსები, რაც მქონდა დაგროვილი, ასე ვთქვათ, ცხოვრებაში და მახსოვს დავდექი ერთ დღეს სარკის წინ. ეს ჩავხედე საკუთარ შიშებს თვალებში და დავიწყე ტექსტი, რომ მე რა ირინა, შეცდომები ხდება, ყველაფერი ხდება და ნუ ამას მოყვა მე რაღაცა უზარმაზარი მონოლოგი. რა საჭიროა საკუთარი თავის პატიება? მე ვფიქრობ, რომ ამას მე მოსდევს საკუთარი თავის მიღება და სიყვარული. ვფიქრობ, რომ ზოგადად ძნელია გარემოსგან მიიღო ან მოითხოვო უყვარდეთ ან დაგაფასონ, როდესაც ჩვენ თვითონ არ გაქვს საკუთარი პიროვნება მიღებული და საკუთარ შინაგან ხმას აიგნორებ. საკუთარი თავის სიყვარული, რა შეგრძნებაა ეს? ვერ ვიტყვი, ამაზე პასუხი არ მაქვს, რადგან მგონია, რომ ყველა ადამიანისთვის აბსოლუტურად ინდივიდუალური განცდაა ეს. ჩემთვის ეს იყო ესეთი მომენტი, რომელიც არ მოხდა ერთ დილას გაღვიძებისას და საკუთარი თავის შეყვარებისთვის მე დამჭირდა საკმაოდ ბევრი ნაბიჯის გადადგმა და პირველი რაც გავაკეთე, მახსოვს გავიხსენე, რაზე ვოცნებობდი ბავშვობაში. და ეს ყველაფერი გავაკეთე. ავდექით ცეკვა დავიწყე. მე დავიწყე მარტო ცხოვრება, მარტო სიარული, კინოში, კაფეში, თეატრში, სასეირნო და ვიყავით მე და ჩემი გაბრაზებული მე. და რაღაცა ესეთი მომენტი იყო, თითქოს და ჩემს შიგნით არსებობდა პატარა ირინა, რომელიც ძალიან გაბრაზებული იყო ჩემზე და მე ვეკითხებოდი, რომ აი რა გინდა ეხა მე რომ შენთვის გავაკეთო, ის რაღაცებს მეუნებოდა, მე რაღაცებს ვაკეთებდი და ამასობაში ამ ჩემში არსებულმა პატარა ირინამ ჩემკენ გამოიხედა, შემომირიგდა, მე შემიყვარა და მე მოხდა ისიც, რომ ჩემში არსებულმა მშობელმა ეს სადამსჯელო ღონისძიებები შეწყვიტა, მოკლედ და ასე დავმეგობრდით ეს სამივე და მახსოვს ჩემი მეგობარი ხუმრობდა ამ თემაზე და მთელ ამ პროცესს შინაგანი მოძრაობების თეორიაც კი დაარქვა. რა მოხდა მერე? მერე მოხდა ის, რომ გარემომ პირველ რიგში შეცდომები მაპატია. ჩემი ჩავარდნილი პროექტებიც მათ შორის
მიმიღო ისეთი როგორიც ვარ, შემიყვარა როგორც პიროვნულად, ასევე პროფესიულად. და მართალია ხა დედაჩემი შიგადაშიგ მაინც მეწუწუნება ხოლმე რომ რით ვერ გასვენებს გამჩენიო, თუმცა მაინც მიეჩვია ჩემს ახირებებს და მოხდა ყველაზე მთავარი რამე ჩემ ცხოვრებაში. სიყვარული მოვიდა, რომელსაც ჩემსავით უყვარს იხვის სტეიკი და კომპიუტერული თამაშები. ეხლა რომ ახსენდება, რა იყო მთავარი ამ ყველაფერში? ჩემთვის აქ იყო ის, რომ მე მოვინდომე აი ამ გზის გავლა. აი მაშინ 27 წლის ასაკში, როდესაც წინანდლის ბაღში ვსერნობდი, მახსოვს ესე ლაბირინთში გავჩერდი და ვთქვი, რომ მე ვიმსახურებ და მე ჩამოვთვალე ყველაფერი, რასაც ფიქრობდი, რომ ვიმსახურებდი და რაც მინდოდა. ბუნებრივია საკუთარი თავის ძიება არ არის ერთხელ გავიარე ეს პროცესი და მორჩა. ეს არის განვითარების ერთი დიდი უსასრულო გზა, სადაც აი ეტაპობრივად შემოდის სხვადასხვა მნიშვნელოვანი ესეთი ასპექტები, რაც ჩემ შემთხვევაში იყო პირველ რიგში პატიება, მიღება, სიყვარული და მერე მადლიერება, აი ამ ყველაფრისთვის, რაც გავიარე და რაც მქონდა და მე დადგა ძალიან საინტერესო ეტაპი, ეს იყო საკუთარი თავის რწმენა. ჩემთვის ეს იყო აი მდგომარეობა, როდესაც მე შემეძლო მეთქვა, რომ აი მე მჯერა, რომ მე ეს რაღაც შემიძლია და აქ მოხდა ესეთი ცხოვრებისეული ფოიერვერკები, იმიტომ რომ მივხვდი, რომ მე შემეძლო ყოფილიყავი ღირებული სხვებისთვისაც და სადაც გავიხედა უკვე ყველგან შესაძლებლობების ზღვა დავინახე. რაც დიდი შანსია, რომ ისედაც იყო ჩემს ირგვლივ, თუმცა მე იმ მდგომარეობაში ამ შესაძლებლობებს ბუნებრივია ვერ ვხედავდი და ეხლა მახსენდება ერთი ბავშვთა ჯგუფთან მუშაობის დროს ერთმა 14 წლის ბიჭმა სიტყვა შესაძლებლობა განმარტა შემდეგნაირად. მან თქვა, რომ ეს არის შანსი, რომელსაც საკუთარ თავს ვაძლევთ ჩვენ თვითონ. ეხლა უბრალოდ მინდა გთხოვოთ, რომ აი სულ ერთი წუთით დახუჭოთ თვალები. დახუჭეთ. გააკეთეთ ერთი ღრმა შესუნთქვა. და წარმოიდგინეთ საკუთარი თავი 20 წლის შემდეგ. სადაც თქვენ ხართ ბედნიერები. აი ვინ ხართ იქ? რას აკეთებთ? და რისთვის ეტყოდით საკუთარ თავს მადლობას? მადლობა ნდობისთვის.